გამარჯობა, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ჩვენ ახლა მოვისმინეთ, ალბათ თქვენც გესმოდა ჩვენი პრემიერ-მინისტრის ბოდიში საზოგადოებას იმის გამო, რომ ის გამოვიდა წყობიდან და ახლა ემოციებს. თქვენ ახლა პრინციპში ეთერში პირველად ხართ აი ამ ინციდენტის შემდეგ. თქვენ თუ გაქვთ საზოგადოებისთვის რაიმე სათქმელი? თქვენი მხრიდან. პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას ბოდიში იმასთან დაკავშირებით უნდა მოუხადოს, რომ რეალურად შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკურ ოპონენტებს ისე ინფორმით და იმ სკაბრეზული ფრაზებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა, სრულად წარმოუდგენელი, ასე ვთქვათ, ფრაზებით. ვის ვსაუბრობთ? პრემიერ-მინისტრზე, ადამიანზე, ვის ხელშიც უნდა იყოს ამ ქვეყნის მომავალი, ვის ხელშიც არის პენსიონერის ბედი, ვის ხელშიც არის ახალგაზრდა სტუდენტის ბედი, ვის ხელშიც არის მოწაფეს ბედი. ვის ხელშიც უნდა იყოს ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. იმაზე კი არ უნდა მოიხადოს ბოდიში, რომ შეურაცხყოფა და აბსოლუტურად მიუღებელი საქციელი გამოიჩინა თავი. რა დამართა და რა დაატეხა თავს მისმა ხელისუფლებამ განსაკუთრებით მისი პრემიერ-მინისტრობის დროს. ქვეყანას აი ამისთვის უნდა მოიხადოს ბოდიში და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მოიხდის ამაზეც ბოდიში. ამაში ეჭვი არ მეპარება. როდესაც საუბარი დიახაც და თქვენ თუ უყურებთ და ადამიანები თვალყურთ, მთელი 2 საათის განმავლობაში მაქსიმალურად კონსტრუქციულად სვამდით, მეც მათ შორის ძალიან მწვავე კითხვებს. კითხვები დაწყებული ბუნებრივია კრიმინოლოგიური ვითარებით, მათ შორის გახმაურებული რეზონანსული საქმეები, იქ რა წინ წამოწეული, როგორც არის მუხთალის გატაცება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შუაგულ თბილისიდან, მაშინ როდესაც 100-ე კამერა როგორც აღმოჩნდა, თითქოს საშელი გახდა საგამოძიებო ორგანოებს. ის ფაქტები, რომელიც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ქვეყანაში, როგორ ხოცავს ახალ მოქალაქეს, როგორ გამოიყენებენ ცივიარაღს სკოლებში, რატომ ჩაიშალა და ჩამოშალეს მანდატურის სისტემა, რატომ ჩამოიშალეს საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში, ქალაქში, თბილისში, სოფლად, რაიონებში, რეგიონებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა არის თუ არა ჩამოშლილი და თუ არის ჩამოშლილი მისი აზრი მაინტერესებდა რას აბრალებს ის რომ შუაგულ თბილისში ისანში კრილებამდე შეიარაღებულებმა მინიმუმი გამართეს თბილისში როგორ მოხდა ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ადრესატი იყო პრემიერ-მინისტრი რომელიც არის პასუხისმგებელი როგორც პოლიტიკური გუნდის ლიდერი რომლის გუნდი არის მართვის სადავოებდა და მართავს ქვეყანას არც ერთ ამ კითხვაზე პასუხი არ გაუწია და ნახოთ ამაზე საუბრობთ თითქოს კრიმინოლოგიური ვითარება ეხლა უკაცრავად თუ შეიძლება ვიკითხავთ კითხვას დავსვავთ თუ შეიძლება აცენაში ჩვენი ხმა და კითხვას დავსვავთ თუ შეიძლება დავამთავროთ შეიძლება კი რა თქმა უნდა შეიძლება მე ხან ალბათ ნაკლებად წარმომედგინა რომ ფრაქციის ფორმის შემდეგ უნდა მესაუბრა როგორ მოიქცა ბატონი კვირიკაშვილი და არც მაინტერესებს საზოგადოებამ განსაჯოს ეს მე მაინტერესებს რა დღეშია ქვეყანა რა დღეში ჩავარდა ქვეყანა ამათი მმართველობის პირობებში და რა 4 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა პრემიერ-მინისტრმა საკუთარი კაბინეტის დამტკიცებისას ოპოზიციონერი და დეპუტატების წინაშე არაფერი საუბარი არ იყო არანაირი ერთი სიტყვითაც კი უსაფრთხოების სისტემაზე არაფერი საუბრობდა ტყის ასე ვთქვათ გაჩეყვაზე და ეს ბუნებრივი არის მნიშვნელოვანი რომ ტყე არ უნდა იჩეხებოდეს ასე ვთქვათ უკანონოდ მაგრამ არის რომ ეს პრიორიტეტული საკითხი დღეს მაშინ როდესაც ქვეყანაში ხდება ის რაც ხდება და აქაც კი იტყულება, როდესაც მან 3 თვით საკუთარი ხელმოწერით გამოსცა განკარგულება და ბიძინა ივანიშვილის კომპანიას ატუს 3500 ძილი ხის მოწესრიგება მიცა შაურის ტყის მიმდებარე ტყეში, სადაც შევარდნაძის დროსაც გაჩეხილა, ხე. მაშინ, როდესაც რეალურად არიბაშვილმა 15000 ძილი ხის მოწესრიგება მიცა, ბიზნესზე კორუფციულ სქემებზე იყო საუბარი. არაფერზე არ ქონდა პასუხი. აი, მოდით ასე დავსვათ კითხვა, მოდით. ხელისუფლების წარმომადგენლებს ადამიანი, როდესაც იგი პოლიტიკურად არის დაკოტრებული. დარჩა შტაბეჭდილება, ნახეთ ბატონიკა. ისე როგორც მოიქცა. დარჩა შტაბეჭდილება ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია და პრემიერი პრინციპში წამოებგო ამ პროვოკაციას ვინაიდან თავადაც თქვა პრემიერმა თავის განცხადებაში რომ ხდებოდა გამიზნული აი ესეთი მანამდე ყველაფერი რაც იყო გამიზნული რომ ეს მომხდარი იყო მე მაინტერესებს რა იყო თქვენი ამოცანა აი რეალურად როდესაც მე ვადევნებდი თვალს თქვენთან კომუნიკაციასაც მე ვადევნებდი თვალს სხვათა შორის ევროპულ საქართველოსთან კომუნიკაციასაც და თქვენ
მინდა შეაფასოთ, აი რა მოხდა თქვენთან განსხვავებული, იმიტომ რომ ხომ არ იყო თქვენ ტონში რაღაც ისეთი რამაც აღაშფოთა ის, ვინაიდან იქაც იყო ძალიან მწვავე შეფასებები და დაპირისპირებები და ამ კონდიციამდე არ მისულა კონტაქტი. გავიგე, ხაბადო, ვისაუბრებ. დიახ, ძალიან. ვისაუბრებ, მე ვერ შევაფასებ სხვა ფრაქციის თვალზე რა ხდებოდა. იხილვა საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა რა მოხდა. მწვავე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კითხვები ისმეოდა, მაგრამ ეს კითხვები ეხებოდა ამ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას, იმ გაუსაზღვის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, რომელშიც აღმოჩნდნენ 100,000-ობით და მილიონობით საქართველოს მოქალაქე. მე არანაირი, ასე ვთქვათ, ინტერესი არ მაქვს ბატონ კვირიკაშვილს პიროვნული, ასე ვთქვათ, საქმის გარჩევა მოუწყო, ისე როგორც უწყობს საკუთარი, ასე ვთქვათ, ბავშვობისთვის იყმის მეგობარი ბატონი გაჩეჩილაძე. ჩემ ინტერესებში არ შედის. მე ვარ პოლიტიკოსი, ვარ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი და დიახაც პასუხისგებელი ვარ ასევე მიუხედავად იმისა, რომ ვარ ოპოზიციაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ჩემი ამოცანა ჩვენი პარტიის დეკლარირებული არის, რომ ეს ჩემი ზღმაწმენით მადნებელი და უუნარო ხელისუფლება დავამარცხოთ არჩევნებზე და ჩამოვაშოროთ რაც შეიძლება სწრაფად მართვის სადავეებს, მაგრამ ის, რასაც დღეს ბატონი კვირიკაშვილი კადრულობდა, არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეს ადამიანი აბსოლუტურად შორს არის სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან. მთელი ალბათ წლების განმავლობაში თავის პიარ თანამშრომლებთან ერთად თუ თავდა საკუთარ თავს თან განსაკუთრებით ღარიბაში და შედარებით უნდა წარმოჩენილიყო როგორც საქმის კეთებელი ადამიანი, როგორც გაწონასწორებული ადამიანი, როგორც რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც შესწირვა თურმე ქვეყანაში გაჭირვება, ადამიანი, რომელიც წუხს გაზრდილ კრიმინალურ მდგომარეობაზე, ადამიანი, რომელიც წუხს იმაზე, რომ 5 წლის განმავლობაში მილიარდელი ივანიშვილის პირობებში 1 ლარითაც არ გაიზარდა პენსია, ადამიანი, რომელიც წუხს რომ 1 მილიონი არის სოციალურად დაუცველი საქართველოში და აქედან 400,000 იღებს შემწეობებს და დანარჩენი 600,000 მოლოდინის რეჟიმშია. ადამიანი, რომელიც წუხს რომ დღითი დღე სოციალურად დაუცველი რაოდენობა იზრდება და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი დიახაც ითხოვს ასე თქვა სოციალურ დახმარებას. ადამიანი მეგონა წარმოჩინება ბოდიში იმ კუთხით და აღიარება დიახაც გვიჭირს, დიახაც ვიცით რა ვაკეთოთ, მაგრამ დრო გჭირდება გვაცადეთ. მსგავსი არაფერი ყველაფერს უვართ. კარგით, ბატონო. არც ერთ კითხვაზე მას არ უღიარებია, რომ ქვეყანაში არის პრობლემა. ქვეყანაში ხალბატონო ნინო თქვენს გეხებათ ეს როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ცხოვრება გაძვირდა 40-50%-ით და ამ ხელისუფლებამ გაუძვირა 40-50% ცხოვრება და შემოსავალი პენსია მათ შორის მოქალაქეებს დაუტოვა იგივე. შესაბამისად მსხიდველუნარიანობა ამ ადამიანების, ანუ საქართველოს მოქალაქეების განახევდა, ანუ ერთისვე გაიზარდა რაოდენობა და ასე ვთქვათ ფასები პროდუქტებზე და განახევდა ბათის შემოსავალი. მოდით ბოლო კითხვას დავსვამ. როგორც პოლიტიკოსი. ან კონკრეტულ კითხვებზე უნდა გაეცა მას პასუხი დაწყებული აქ და გაგრძელებული როკის გვირებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. მაგრამ დამეთანხმებით ალბათ, როდის ჩხუბობს ადამიანი? ხშირად, როდის გამოდის წყობრიდან ადამიანი, მით უფრო, როდესაც ის არის მაღალი თანამდებობის პირი, როდესაც იგი აცნობიერებს, რომ არის ღრმა კრიზისში, მაგრამ უჭირს ამის აღიარება. კარგით, მოდით ბატონი ნიკა მითხარით. რა თქმა უნდა, გადავდებოდი დღესვე. შეუფერებელი არის მისი საქციელი და მან ნახვა წარმოაჩინა, რომ იგი არის ყველაფერი იმისი, რაც ქვეყანაში მანკიერი ხდება, პერსონიფიკაცია. დიახაც არ არის სამწუხაროდ კვირიკაშვილი მარტო ასეთი როგორიც არის მინისტრთა კაბინეტში, როგორ იქცეოდა ბატონი თავდაცვის მინისტრი იზორია, როგორ იქცეოდნენ თითქმის რამდენიმე მინისტრის გამოკვლევით, რომელსაც ეყოთ ჭკუა და მე შევატყვე, რომ მათ შეეცვლათ საკუთარი პრემიერ-მინისტრი წარმოდგენ, მათაც კი შეეცვლათ საკუთარი პრემიერ-მინისტრის ნაცვლად. ეს ადამიანი არ არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ეს ადამიანი არის ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი, ადამიანი, რომელიც ერთი ფოლკლორის დონეზე საუბრობს კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე და მეორე ხმას არიღებს, როდესაც ქალაქის ცენტრიდან იკაცებენ, ხმას არიღებს ადამიანს, ხმას არიღებს, როდესაც თავზე ტომარას ჩამოაცმევენ სხვა ქვეყანაში და ისე გადმოიყვანენ საქართველოში. არც ის, არც საგარეო საქმეთა წარმომადგენელი, არც ელჩი, არც კონსული უკრაინაში 3 დღის განმავლობაში ტომარ ჩამოცმული მოქალაქეები იყვნენ დაკავებული სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის აეროპორტში უკრაინაში და არც ჩვენ უნდა დავასრულოთ საუბარი, თუმცა როდესაც ჩვენ დავგეგმეთ დღეს შეხვედრა, ჩვენ უნდა გვესაუბრო 2017-ზე რთულად დაიწყო ნაციონალური მოძრაობისთვის გაყოფით ეს წელი, როგორ დამთავრდა, თუ შეიძლება რომ მითხრათ. დიახ. ყველას, არა.
მე ვუთხარი ბატონ კვირიკაშვილს, რომ ფულით შეიძლება მით უმეტეს ოლიგარქის ფულით მოკლე ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვოს მოკლევადიან ასე ვთქვათ პერსპექტივაში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ფული მით უფრო ოლიგარქის ფული აუცილებლად დამარცხდება და საზოგადოება აუცილებლად იმარჯვებს ამ უთავრობოებაზე და არაკომპეტენტურ ამას თქვენი განაყოფის კონტექსტში ამბობთ, ჩემი კითხვა ამას ეხებოდა. არა, რა შუაშია. არა, მე ვიკითხე სწორედ. არა, მე სხვა რამე ვიკითხე, როგორ სრულდება თქვენთვის 2017 და რა პერსპექტივით იწყება 2018? ნაციონალური მოძრაობა ემზადება მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლისათვის, მოსასვლელად ბოდიში. ამისათვის, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი მუშაობა საჭირო, მუხჩაუხრელი შრომა, სწორი პროგრამა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ საზოგადოებას და კარდაკარ, ეზო-ეზო და ქუჩა-ქუჩა სიარული, რომ დავარწმუნოთ ქვეყნის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც შესაძლებელია დღეს ჩვენ ხალხს არ გვიჭერს დღეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხვალდაზე ისინი ჩვენ ხალხს დაგვიჭერენ, თუკი ჩვენ სწორად ვიმუშავებთ. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში სამწუხაროდ ბევრისთვის და ბევრისთვის საბედნიეროდ, მხოლოდ ერთადერთი პოლიტიკური გუნდია, რომელიც არის კარგად დაბალანსებული, პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანებით და ის რაც მოხდა ნაციონალური მოძრაობის თავზე, რაც თქვენ გკითხეთ, დიახაც ზოგი ჭირი მარგებელიას პრინციპი გამოვიდა. დიახაც ეს გუნდი გადახალისდა, ამ გუნდში მოვიდა ძალიან ბევრი ახალი ნიჭიერი პროგრესზე ორიენტირებული პოლიტიკოსი და ჩვენ ყველანი ერთად ვიტყვით ჩვენ სიტყვას უახლოეს პერიოდში ამაშუა დაწუნებული ქართულ ხალხთან ერთად.